ლოცავთ ახალ წელს. კი ბატონო, მადლობა თქვენს გილოცავთ. არაფერი აღარ გქონდეთ ცხოვრებაში იმის მსგავსი როგორც იყო 2025 წელი და აქედან მივესალმები პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს. კი ბატონო, ღარიბაშვილის პატიმრობა რისი ნიშანია თქვენთვის? ეს კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით დაწყებული ტალღის ნაწილია, შიდა გადანაწილების თუ რაღაც სხვა მოსაზრება გაქვთ ამ თემაზე? ღარიბაშვილი რაც მასმერე რაც ის ამოიღო სამიზნეში ბიძნეევანიშვილმა ვამბობთ რომ არის კლანური პოლიტიკური შიდა კლანური პოლიტიკური გარჩევების მსხვერპლი. მან და მისმა კლანმა, ეგრეთ წოდებულ ქართულ კლანმა წააგო პოლიტიკური ბრძოლა ამ რაღაც ახალი ჯიშის ვამპირებთან ივანიშვილის კარზე და ის ბოლომდე ჩაწიხლეს. ეხა პოლიტიკური თამაშის და იმ სისუსტეების გამო რაც სისუსტეების ქართულ ოცნებას აქვს იმ სირთულეების რომელშიც არის ჩათვალეს რომ კარგი განტევების ვაცი არის. ოღონდ მგონია რომ აბსოლუტურად მცდარი და უგუნური ნაბიჯია რომ ადამიანი რომელიც ყველაზე დიდი ხანი მართავდა საქართველოს ქართული ოცნების პირობებში. კაცი რომელსაც ყველაზე პოზიციაზე, მათ შორის ორჯერ პრემიერად. ყველაზე მეჯერ ეჭირა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები. ეს კაცი აღმოჩნდეს კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელი, რომელიც ქართული ჯარის ბაგაბაღის აღსაზრდელების და ევროპელი პენსიონერების ფულს იპარავდა და ამას მფარველობდა და აი ამ რაღაც ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველი იყო, რომ ეს კაცი რომ ამხილეს ეხლა და ციხეში ჩასვეს 5 წლით, თან სამართლებრივი პროცესის გარეშე პირდაპირ თქვა. ეს რაც ჩამოთვალეთ ამ კაცზე არ ყოფილა ეს ჩამონათვალი. აურიეთ, მაგრამ არა მირევია, იქ ხო სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა, ხა ამ კაცზე ხო არ არის ლაპარაკი რამე სამართლებრივზე. ამ კაცის მმართველობის ქვეშ, მისი ხელმძღვანელობის დროს ნაწილი მისი პირდაპირ დაქვემდებარებული ადამიანების ბაგაბაღების ძარცვით იყო დაკავებული, მეორე ნაწილი ტრანსნაციონალური დანაშაული პენსიონერების ძარცვის და მესამე ნაწილი ჯარისკაცების ფულს იპარავდა სამანტყოფოებიდან. დიანე გაგახსენებ, რომ ისა ჯუანშერ ბურჭულაძე და ძმანი მისნი ზიან, იმიტომ რომ გორის ჰოსპიტალში არ იყიდეს საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარი. აი ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ბატონი ღარიბაშვილი. მისი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე ზოგადად პატივცემ რესპუბლიკის იდეას და სახელმწიფოებრიობას. და მე ვთვლი რომ ადამიანი რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა რომ ამ ქვეყნის საჭეთმხრობელი ყოფილიყო ამ პერიოდში, თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად პასუხისმგებელია აი ყველა ამ დანაშაულზე, რაც ჩამოგითვალეთ, ამიტომ ძალიან პრინციპულად და მიზანმიმართულად გითხარით ეს ყველაფერი ყველანაირი შეცდომის გარეშე. ღარიბაშვილზე ამბობთ. დიახ, ღარიბაშვილზე. მე ვთვლი რომ ღარიბაშვილი ივანიშვილი არის თორე პასუხისმგებელი მთლიანად ამ სისტემაზე, იმიტომ რომ ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში არსებობაზე ტარიელ ღარიბაშვილზე მეტად ივანიშვილია მე მგონი პასუხისმგებელი. იმაზე რომ ის არსებობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. გაგახსენებთ რომ ღარიბაშვილი ამით არ გამოირჩევა სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან. ოღონდ ღარიბაშვილი არის კაცი, რომელიც საჯარო თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით იყო აბსოლუტური ნოლი, ცარიელი ადგილი. არ არსებობდა 2012 წლამდე. ხო, ადამიანი, რომელსაც არავით არის საჯარო და პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა. აი ეს ცარიელი ადგილი ივანიშვილმა შექმნა ჯერ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მერე პრემიერ-მინისტრი და მერე მოყვა და არაერთი კადრი მანამდე პოლიტიკური წარსულის გარეშე შემოუყვანია პროცესში და მაღალმთვარე გამოჩეული არ არის, მაგრამ ის პირველია. საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ის ამგვარი ნოუ-ჰაუ იყო. ერთგვარი და მივიღეთ ხო შედეგი ამ ყველაფრის, რომ აი ეს ეხა რა მივიღეთ? ყობახიძის გაძლიერება მივიღეთ თუ რა მივიღეთ? მე არ მგონია რომ იცი რა შიდა კლანურ გარჩევებში მე არ შევალე არ არის ჩემი საქმე არ ვიცი ამ დეტალებს არ ვიცნობ შესაბამისად ეს გაძლიერებს ხელისუფლებას რომ აი კორუმპირებულ ხალხს ვიჭერთ ჩვენივე გუნდშიც კი თუ პირიქით დაასუსტებს შიგნით ოცნების რიგებშიც იქნება გარკვეული გახეთქილი 2012-იანის თაობას წარმოადგენს. ეს კარგი ცხოვრებისგან არ არის, ხო, რუსებს აქვთ ეს გამოთქმა და კარგი ცხოვრებისგან არ ჩაუსვავს ციხეში კიდევ ერთხელ ვამბობ, კაცი რომელსაც ყველაზე დიდი ხანი აძლო ხელისუფლება. შესაბამისად, არ მგონია რომ აქედან ძლიერი გამოვიდეს. ეს მგონია უფრო არის ერთგვარი დათმობა იმისთვის რომ უარესი არ დამართნოდა. ის ხედავს რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მე ამით არ ვამბობ, არ მინდა რადგან ივანიშვილზე ვლაპარაკობთ, ამიტომ ვიძახი. ეს არ გულისხმობ იმ შემთხვევაში რომ ვინმე სხვა პოლიტიკური მდგენელიან აქტორი საქართველოში დღეს უკეთეს ფორმაშია, ძალიან მძიმე ფორმაშია. მთელი ქართული პოლიტიკური ოპოზიცია განადგურების პირას არის, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რაც კატასტროფა არის, მართლა აპოკალიფსია ამ ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ის აბსოლუტურად ყველა კორპუსს, სოციალურს და პოლიტიკურს და ინსტიტუციონალურს ამ ქვეყანაში, რომელიც მის დემოკრატიას ყველაფერსებს და ყველა ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ყველაფერთან ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის, ძალიან რთულად აქვს საქმე. აი ეს
კონგლომერატი, რომელიც ღარიბაშვილი ხო ამ კონგლომერატის ერთ-ერთი სიმპტომია, ის ხო არ არის ამ მართლა ამ ყოველთვის ავტორი ხო არ არის. არც თქვენ, არც მე და არავის ეხლა დარწმუნებული ვინც გვიყურებს არ ჯერა რომ ღარიბაშვილი იყო ის რაღაცა მეგამაინდი და ტვინი, რომელიც ამ ყოველთვის უკვე იდგა. ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რომლის მოდუს ოპერანდიც არის კორუფცია, რომლის მოდუს ოპერანდიც არის აი ეს რაღაცა მორჩილების შიდა კლანური სისტემა. აი თუ ეს ასეა, მაშინ რატო დაუპირისპირდა ის იმ ხერხემალს, რაზეც ააგო სწორედ ეს სისტემა. ამიტომ ვამბობ, რომ ის ზუსტად არის, თქო მე ვერ გეტყვი ზუსტად არა მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტად რატო დაუპირისპირდა, მაგრამ მე შემიძლია დავასკვნა ამ ქმედებებიდან და ანალიზის შედეგად, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ სხვა გზა არ ქონდა. ანუ ამ სისტემას არ დაანგრევდა სხვანაირად. მაშინ კითხავთ, აი ეს ვითარება რა პერსპექტივას გიქმნით თქვენ, როგორც პოლიტიკურ მოთამაშეს, რას ელოდებით ამ წლისგან პოლიტიკურად? პირდაპირ გეტყვი, ბევრად უფრო მეტ ნაბიჯს ქმედებას, აქტიურობას, ვიდრე ჩვენის მოვახერხეთ 25 წელში, 25 წელი მძიმე წელი იყო პოლიტიკურ ისტორიაში. შესაძლებლობების ფანჯარას ქართულ ოპოზიციას და ჩვენ ძლიერ საქართველოს გვიხსნის ზოგადად ის უმძიმესი ვითარება, რომელშიც ქვეყანა ჩააგდო. ეს არ არის კარგი შესაძლებლობების ფანჯარა. უბრალოდ ეს არის კიდევ დამატებითი საშუალება იმისი, რომ ძალიან ხილული და ნათელი მაგალითებით ველაპარაკოთ კიდევ ერთხელ დიანა იმაზე, უფრო მეტი ინტენსივობით, რაც დიდი ხანია ველაპარაკობთ. ღარიბაშვილი რომ კორუმპირებულია და ენდემური კორუფცია შექმნა საქართველოში, გააცოცხლა შევარდნაძის ეპოქის მერე. ამას ხო პირველად არ ვამბობთ, ამას ხო ყოველთვის ვიძახდით. უბრალოდ მანამდე მათ შორის ის კობახიძეც, ის მდინარაძეც და ყველა ეს ხალხი, რომელიც დღეს ღარიბაშვილის დაჭერას საკუთარ პაგონებზე იწერს, ყველა ეს ხალხი მაშინ კბილებით იცავდა. გაგახსენებ, რომ ალეკო ელისაშვილს ხელით ეხებოდნენ გიორგი ვაშაძეს პარლამენტში, ხო, ცნობილი სცენები არის, როდესაც იცავდნენ ფარცხალაძეს, ღარიბაშვილს. ეხა ეს ხალხი აღმოჩნდა ზოგი რუსეთის აგენტი, ზოგი რაღაცა კაცის შემკვლელობის შემკვეთი, ზოგი ბაგაბაღების ფულის მომპარავი და ვითომც არაფერი და არ ხდება ესე ვითომც არაფერი. შეიძლება რომ პროპაგანდამ აი ეს ყველაფერი ცადოს და გაწალეკოს, მაგრამ თვითონ საზოგადოებაში ეს იქნება. ჩვენ უნდა ვცადოთ ის, რომ ეს წელი, ყველა წელი რომელშიც შევდივართ და ყველა შემდეგი პერიოდი უნდა იყოს გარდამტეხი იმისთვის, რომ ეს ხალხი რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ. გუშინ უნდა მოგვეშორებინა ესენი ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ საშინელ ვითარებაში ამყოფებენ ამ ქვეყანას, როგორც შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, და ამაზე აუცილებლად მინდა რომ ვილაპარაკო, იგივე ფასების თვალსაზრისით რომ ვილაპარაკო და რა ვითარებაშია სოციალური ქსოვილი დღეს საქართველოში, მეორეს მხრივ ეს არის ხალხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ შვილებს მომავალს პარავს იმ საერთაშორისო ხალხისთვის ხომ არ კეთდება მათ შორის ეს, რომ აი კორუმპირებულებს ვიჭერთ, აი ფასებს ახლა დავუწევთ რაღაც, აი ამ კი მგონია რომ ჩანაფიქრი მისი ეს არის. ჩანაფიქრი ეს არის, რომ არ ვიცი, იგივე ის ფასების კატასტროფული ზრდა, რომელიც 2 მაგი, 3 მაგი, 10 მაგია ძირითად პროდუქტებზე, ის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, რომელშიც ვართ, ის პოლიტიკური იზოლაცია, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა და საერთაშორისო პერსპექტივობა, ეს ყველაფერი გადაფაროს ძალიან საბჭოთა ამბებით, ხო დიანა, თქვენთვის ხო ეს ნამდვილად ცხადი და ნათელი და ნაცნობი ამბავია, მაგალითად, რას ნიშნავდა წარსული ხელისუფლებაში ნამყოფი ადამიანების მერე კორუფციით დაჭერა. ეს ხო საბჭოთა კავშირისთვის ყოველდღიურობა იყო. ნებისმიერ ცეკას წარსული ხელისუფლებაც არ არის, მისივე წიაღში ხდება. კი, ამას ვამბობ, შეხედეთ, აი ეს ხო კომუნისტების დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ედუარდ შევარდნაძე რომ მოვიდა, მოვლენებთან ბრძოლა დაიწყო და ყველა ჟავანაძის ხალხი აიღო და დაიჭირა და დემონსტრაციულად, რომ აი, რას უშვებიან ახალგაზრდა კომუნისტები ამ გათახსირებულებს. ხო ეს ოპერაცია არის სინამდვილეში ჩვენ თვალწინ. კი, მას ჯერა ივანიშვილი ამ ფორმაციის კაცი არის. მას საქართველოს ხალხზე ის წარმოდგენა აქვს. მას გონია რომ აი საბჭოთა სალაფავს როგორც უყრიდა ის რა ქვია საბჭოთა პროპაგანდა ადამიანებს იგივე შეუძლია გამოიყენოს 2026 წელს და საქართველოს მოქალაქეები გააბითუროს და ამ მდგომარეობაში ჩააგდოს. და მე არ მგონია, მე ამ წარმოდგენის არა ვარ ქართულ ხალხზე. მე დარწმუნებული ვარ, ქართული ხალხი ამას არ შეჭამს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება რაღაცა ძალიან მწვავე რეაქცია ამას არ მოყვეს, ეს ბრაზი, ეს არ ვიცი, უსამართლობის განცდა ηλექება ამ საზოგადოებრივ ქსოვილში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ეს თავის შედეგს გამოიწვევს. სოციალური თემატიკა თქვენი აზრით ფიქრობთ, რომ იქნება პროტესტისთვის რაღაც ახალი იმპულსის მიმცემი, ანუ ამ ნიადაგზე უკმაყოფილება იქნება 2026 წლის რაღაც ხაზი მთავარი? ვერ გეტყვი, რომ მარტო ეგ იქნება, მე მგონია, რომ ბრაზი დაილექება, ბრაზი ამ ქვეყანაში ბევრი რამისგან არის, ხო? არარსებული
სამართლისგან. ანუ ეს არის ქვეყანა, სადაც ვერც ერთ საქართველოს მოქალაქე სამართალს ვერ ნახავს. ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობ. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც შეიძლება ქურდობაზე დაუძახო, ვიღაცამ გამქურდაო და მოვიდეს და გითხრას, რომ მიდი რა დარეკე ახლა და თქვი, რომ იპოვე ყველაფერი, იმიტომ რომ ვერც გამოვიძიებ ამას. აი ამ დონეზე ვარ დასული, ის მოგონილ ისტორიას არ გიყვები, კონკრეტულ ისტორიას გიყვები. ეგეთ ამბავში ვცხოვრობთ ჩვენ. მე მსმენია, ეგეთ ამბავში ვცხოვრობთ დღეს ამ ქვეყანაში. აი ეს ვითარება გვაქვს. ამიტომ ეს არის სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ოპრიჩნია ჩამოყალიბდა. პირდაპირ თქვა, ჩამოყალიბდა ხელშეუხებელთა კასტა. და ხელშეუხებელთა კასტა, როდესაც ყალიბდება, განსაკუთრებით აი ამ ინფორმაციულ ეპოქაში, ეს ძალიან დიდ ბრაზს და ზიზღს იწვევს საზოგადოებაში და ეს არ გამოვა. არის ხელშეუხებელი. ხელშეუხებლები არიან და აღარ აღმოჩნდა ხელშეუხებელი. როგორ არ არის? ღარიბაშვილი არ აღმოჩნდა, მაგრამ არსებობს კოცური კასტა, აი ეს რაღაცა ძალოვანების, პოლიციელების, რომელზეც ის დგას, რომელიც ხელშეუხებლები არიან. დიანა, შეგახსენებ, რომ არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა, რომელიც ფაქტები გვაქვს, ხო, ფაქტები გვაქვს ამ ქვეყანაში, 350-ზე მეტი ადამიანი ნაწამებია. არსებობს კონკრეტული ჩვენებები დაწერილი. საქმეები უნდა იყოს ამაზე აღძრელი და დახურული უკვე. ერთი წლის წინ 350-ზე მეტი ადამიანი აწამეს ამ ქვეყანაში. მას შემდეგ ჩვენ თავდასხმების მთელი კასკადური სერია ვიცით ადამიანებზე, პოლიტიკური ნიშნით რომ თავს დაესხნენ ქუჩაში და მოწყალოდ გცემეს. ვინმე დაისაჯა ამის გამო, არავინ არ დასჯილა. შესაბამისად, აი ეს კასტა შეიჭრა. პირები გადმოანაცვლეს, მათ შორის რა ვიცი, შენ ეგ რამე სამართლიანობის განცდას გიტოვებს? ვიღაცა რომ მოხსნეს სადღაც და ნაკლებ თანამდებობაზე დანიშნეს. ჩემთვის ეგ არ არის სახელმწიფოებრიობა. ჩემთვის სახელმწიფო არ არსებობს. როდესაც ვინმეს დასჯა, არის თანამდებობრივი დაქვეითება. ბოდიშ ვიხდი, მაგრამ დანაშაულისთვის ადამიანი უნდა დაისაჯოს. ციხით უნდა დაისაჯოს, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და სისტემურად აწამა ადამიანები. ამაზეა ლაპარაკი. შეხედე, ამიტომ ეს რაღაც ორმაგი სტანდარტი რომ ოპრიჩნია არსებობდეს, სამართალი არ იყოს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის ფასები ყოველდღიურად იზრდება. ადამიანი უბრალოდ ცხოვრებას ვეღარ წუდება. არა კარგად ცხოვრებას, არა ნორმალურად ცხოვრებას, არა უბრალოდ ცხოვრებას ვეღარ ეწევა. ქვეყანაში, სადაც რა ვიცი მე, პურის ფასი 10 წლის მანძილზე ორჯერ გაიზარდა. ამასთან იმედის ჟურნალისტმა დამირეკა ტელეფონზე და იმას ველაპარაკებდა, რომ აუხსენი ეს ყველაფერი. ისიც კი ვერ შემეწინააღმდეგა იმაში, რომ უბედურება ორჯერ ფასის გაზრდა 10 წელიწადში პურზე, რომელიც პირველი მომხმარების პროდუქტი არის. და ადამიანებს ამის საშუალებაც აღარ აქვს, რომ პური ჭამონ. შესაბამისად, ასეთ ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემაა და ყველაფრის ავტორი არის სახელმწიფო, ეს სახელმწიფო და ხელისუფლება იწვევს ბრას. ეს ბრაზი რა ფორმის იქნება, არ ვიცი, როგორი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ადამიანების მეტ და მეტ რაოდენობას და მეტ და მეტ შრეებს გავაგებინოთ, რომ ამ ყველაფრის სათავე ივალიშოს. ხაზო, მადლობა.